შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ისევ აბასთუმანში, მეოთხე. კოკასაშინა რაც ადგას, იგივე წარმოდინდება, ანდაზა. გამოიდარა, ზიანი მშვიდი მყუდრო და თაფლივით დამტკბარი შემოდგომის დღეები დადგა. ტყეში ნაძვისა და ფიჭვის ხეებმა, ბერეკა ტანზე, მეტის ლხენისაგან წებოვანი ცრემლები გადმოყვარეს. აბასთუმნის ხეობა საკმევლის საამოს სურნელით აღირსო. ასეთი დღეები ყველაზე უფრო მოსახდენია ავადმყოფთათვის და სტეფანეც კორნელის საბოლოო გამოჯანსაღების მიზნით 15 სექტემბრამდე აბასთუმანში დარჩენას ურჩევდა კატოს. მან არ იცოდა კორნელის სავსებით გამოჯანსაღებული რომ იყო და მას აბასთუმანში მოაგარაკეთა შორის მოსაწყენი ცხოვრება მობეზრდა. ერთფეროვანი დღეები გულს უღონებდა და თბილისში ჩასვლა მეცადინეობა, შრომა და მოქმედება სწყუროდა. კორნელი გასუქდა, ტანის ამოსში ვეღარ ჩაეტია, ულვაშები მოუშვა და 30 წლის ვაშკაც დაემგვანა. ტანში იმდენ ძალას გრძნობდა, რომ არ იცოდა რაში დაეხარჯა იგი. ტკივანი ფეხის გამო მთაში სიარული, ვარჯიშობა, რბენა და ხტომა არ შეეძლო და ამიტომ სენატორ დადვაძის და ვერბიცკის წიგნებს დაეძალა, რომელსაც ტყეში კითხულობდა. კატო მისი შინაბერა დაივენერა, კატოს მამიდაშვილის, ვარლამის მეუღლე, წოწოლიკა, გამხდარი, ნელი და სხვა ქალები კი თაფლივით საამო შემოდგომის დღეებით ტკბებოდნენ და აბასთუმნიდან თბილისში წასვლას არ ჩქარობდნენ. არც აგარაკზე გაზარმაცებულ მამაკაცებს ეჩქარებოდა თბილისში წასვლა. უსაქმო სენატორები შვადღისას და საღამოჟამს ხეივნისაკენ ეშურებოდნენ. ხეივანში რესტორანი, როტონდო, კიოსკები და ყველაფერი დახურული იყო. დინარის პირას გაშენებულ ესტრადის ცარიელ ნიჟარაში ორკესტრის ხმების ნაცვლად დუმილი სუფევდა. ახლა ჩინებულ კოსტიუმში გამოწყობილი, მარტოობის მოყვარული, მაღალი და გამხდარი კაცი სენატორი გიორგი ხელთუფლიშვილი ხელზე დაკიდებული კოვერკოტის პალტოთი, ტროსტით, საზაფხულო ხელთათმანებითა და შლიაპით უკაცრიელ ხეივანში დინჯად დასეირნობდა. ნაძვის ქვეშ გრძელ სკამზე ჯდებოდა. ვოლტერის წიგნს, ფანატიზმსა და მართლმსაჯულებას კითხულობდა, ხოლო სხვანი მუხრან ხოჭოლავა, გიორგი დადვაძე და ვარლამ კუტალაძე კი გზას განაგრძობდნენ. პირველ და მეორე ხეივნის გავლის მერმე ზეკარისაკენ მიმავალ გზას გაჰყვებოდნენ და დიდი მთავრის, გიორგი რომანოვის ყოფილი სასახლის ეზოს მიადგებოდნენ. შიგი ჭვრიტებოდნენ და გალურსული შესძუძგურებდნენ. თავის ბელად ჟორდანიას თვალს თუ მოჰკრავდნენ, ან 2-3 წუთით მას გაესაუბრებოდნენ, ბედშეყრილნი სიხარულით ცას წვდებოდნენ. შინაურთ და გარეულთ ტვინს უბურღავდნენ და იკვეხნიდნენ. პრეზიდენტი ყოველ დღე საქვეყნო საკითხებზე გვეთათბირებაო. სენატორების ცოლები და მათი მეგობრებიც არ ისხდნენ უსაქმოდ. ქალებს სახალხო გვარდიის ოფიცერი,
კარისმერეთის ელამი მეფურნის შვილი დათიკო მენჯავიძე ართობდა. უსაქმო და მოცლილი მუაგარაკენი გამუდმებით ქაღალდს თამაშობდნენ. წაგებულ ნახშირით შუბლზე შავ ლაქას უსვამდნენ და ხარხარებდნენ. სურსათ სანოვაგე საქართველოს დაბა ქალაქებში, მათ შორის აბასთუმანშიც არიშოვებოდა და რადგან დათიკო პურითა და შაქრით ამარაგებდა ქალებს, ესენიც ელამ მეფურნის ხეპრე და უმეცარ შვილს ფეხქვეშ ეგებოდნენ, ეფერებოდნენ, აქებდნენ და სამდე ახავდათ ულამაზეს კაცად, გმირად და ქალების გულის დამწველ რაინდად აცხადებდნენ. კატო, ნელი, ვენერა, ალისა, დათიკო და დათიკოს მეგობარი ოფიცრები, ახმახი და მხრებაწეული შალვა ხმალაძე, ლამაზი შავგრემანი და კოხტა აპოლონ ნოზაძე, ქართველი კათოლიკე ექიმი იუზა კოკოჩაშვილი, რომლის დას უნივერსიტეტ დამთავრებულ ლამაზ ქალს ალისას კატოს ბედოვლათი ძმა ილიკო ეარშიყებოდა, ახალგაზრდა ექიმი მიქელ დავითაშვილი და სხვანი ხშირად ექსკურსიას აწყობდნენ. ხან არაზინდოზე, გიორგის მოედანზე და თამარის ციხეზე ადიოდნენ და ხანაც კლდეების ქარაფებიდან, მოჯადოების კარებიდან, მარბენალ, კალმახით სავსე პატარა მდინარეს მოინახულებდნენ. მოჯადოების კარებთან უყვარდათ პურღვინით მისვლა ექსკურსანტებს. თამადად მუდამ აპოლონ ნოზაძე ინიშნებოდა, რომელიც შინაბერა ქალს ვენერას მოსწონდა. აპოლონი მას განზრახი არ შიყებოდა, ღვინოს აძალებდა. ერთხელ ქალს გული შეუწუხდა, წაიქცა, კრიჭა შეეკრა და ყველა საშინლად შეაშინა. მაგრამ ექიმმა მიქელ დავითაშვილმა ხელები ხელებში ჩასჭიდა, მისწია, მოსწია, ხელოვნური სუნთქვის ხურებისა და კერდის დასრესის მერმე ქალმა თვალები გაახილა და მიქელს დარცხვენით გაუღიმა. ექიმმა იუზას, კორნელის, დათიკოს და შალვას უჩურჩულა, ვენერას აპოლონის სიყვარულის ტანჯავსო. ჟორდანიას ქებით ყველაზე უფრო სენატორი ვარლამ კუტალაძე იჭაჭებოდა. მუხრან ხოჭოლოვა კი თავს იკავებდა. ვარლამის მამა ლუკა კარისმერეთში მატყლით, ხალიჩით, ტარანით და მარილით მოვაჭრე ერთი უწიგნური, ძუნწი, ღიპიანი და ჩაკურატებული კაცი იყო. რადგან ლუკა კუტალაძე მარილით ვაჭრობდა, მას კარისმერეთში ლუკაია მემარილეს ეძახდნენ, ვარლამს კი მემარილეს შვილს. ვარლამ კუტალაძე მამამისივით ჩასუქებული, დაბალი, მოკლეკისერიანი და ბურთივით მრგვალი კაცი იყო. მას პატარა ლამაზი შავგრემანი სახე, პატარა ცხვირი, წითელი ბაგეები, ციცქნა ნიკაპი, შავი და ეშმაკი თვალები ჰქონდა. თავის ქალაკი დიდი, რომელზედაც შავი კრაველივით დაკვარკნილი თმა წარბებამდე გაზრდოდა და ისედაც დაბალი შუბლი თითქმის მთლიანად დაეფარა. მას თავის ღარბს უგავდა. ვარლამ კუტალაძე გიმნაზიის დამთავრების მერმე ცოტა ხანს შვეიცარიაში ცხოვრობდა. ბოლოს რუსეთში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. ქუთაისში დაიწყო ვექილობა და კარგი პრაქტიკა ჰქონდა. იგი ტკბილი და უშფოთველი ცხოვრების მოყვარული, ტიპიური ფილისტერი იყო, რომელსაც ფულის შოვნა და ქონების შეძენა ასულდგმულებდა. ხდალი, პანიკიორი, მლიქვნელი, დილეტანტი კაცი, ცრუ ტრიბუნი და ნაცარქექია რევოლუციონერი, რევოლუციის მერმე მენშევიკებს მიემხრო. მან დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, სოციალიზმზე და შვეიცარიაზე პათეტიკური ლაპარაკით მენშევიკების ლიდერების გული მოიგო. მათი ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. მენშევიკებმა ის სენატორად გახადეს და ცნობილი იურისტების ხელთუფლიშვილის, ჯაფარიძის, მესხიშვილის, დადვაძისა და ხოჭოლავას გვერდით დასვეს.
უკანასკნელ ხანს კუტალაძე შეშფოთებული იყო სხვადასხვა რაიონებში გახშირებული აჯანყების გამო. ამაზე ფიქრიც კი თავზარსა სცემდა. თავრობა შესაძლოა დაამხონ და იგი მაშინ დაჰკარგავდა არა მარტო თბილ ადგილს, არამედ უმსგავსო საქმეებისათვის პასუხგებაშიც იქნებოდა მიცემული. პოლიტიკური კამათის მერმე კუტალაძეს ღამით არ ეძინა. გულის შეტევები და ფრიალი სტანჯავდა. ბოლოს ცხოველური შიში დაეუფლა. გამხდარი წოწოლი კაცოლი გულის გასამაგრებელ წამალს ასმევდა. საკვირველი ის იყო, რომ გულის ფრიალი დასჩემდა აგრეთვე ზორბა, სისხლსავსე ვაჟკაც დათიკო მენჯავიძესაც. იგი განსაკუთრებით ღამით გრძნობდა თავს ცუდად, როდესაც შინ მარტო დარჩებოდა ხოლმე. ხშირად ვალერიანის წვეთებს სვამდა. ქალები სწუხდნენ, ებრალებოდათ გულიცნეული ოფიცერი და ყველანი თავს დასტრიალებდნენ. ბოლოს დათიკო ისე შეეჩვია ვალერიანის წვეთებს, რომ ნახევარი შუშაც აღარ მოქმედებდა მასზე. ყველას ეგონა გულის ფრიალი დათიკოს ღვინის უზომოს მისგან მოსდისო. დათიკო კი ამბობდა: აბასთუმანი ჩემთვის მაღალი ადგილია. ბოლოს კორნელიმ ექიმ იუზა კოკოჩაშვილისაგან შეიტყო, თუ რად უთხრდებოდა ისე ხშირად გულის წუხილი იმ ზორბა და ჯანსაღ კაცს. ახალციხის ფრონტის უფროსის ბრძანებით დათიკოს დაევალა დახვრეტა იმ ჯარისკაცებისა, რომლებმაც ადიგენის რაიონის აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ ომში წასვლაზე უარი განაცხადეს. 26 ჯარისკაცის დახვრეტას თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოეხდინა დათიკოზე და იგი ამ საზარელ სურათს ვერ ივიწყებდა. ნერვები ერთთავად მოშლოდა. როდესაც ღამით თავის ოთახში მარტო დარჩენილს ჯარისკაცების დახვრეტა მოაგონდებოდა, მაშინვე გულის ფრიალი აუტყდებოდა. პირში სისხლის გემოს იგრძნობდა. ლოგინიდან წამოიჭრებოდა, ქუჩაში შეშლილივით დაეხეტებოდა და განუწყვეტლივ იფურთხებოდა. როდესაც კორნელიმ ჯარისკაცების სასტიკ დასჯაში მენჯავიძის მონაწილეობა გაიგო, მან უმალვე თავი გაანება მას. ახლა იგი დროს ვერბიცკისთან პოლიტიკაზე და წერლობაზე საუბარში ატარებდა. აბასთუმანი ერთბაშად დაცარიელდა. ორიოდე მოაგარაკეს თუ შეხვდებოდით ახლა ცარიელ ხეივანში. აცივდა. დინარის პირას ჩამწკრივებულ ალვის ხეებს კენწეროები გაუყვითლდა. კორნელი დიდ მოწყენას გრძნობდა. საღამო ჟამს ეკლესიის ზარის მწუხარე ხმაზე იგი მარტო მიჰყვებოდა ხეივნებს და ხეების გაყვითლებულ კენწეროებს კაეშნით გასცქეროდა. თანაც ვიწრო ხეობის თავზე გადმომდგარ ლილისფერ ცისტატნობზე თეთრი ღრუბლების ცურვა, თისიქით მათი ჩაშვება, შეკუჩება, მარაოსავით გაშლა და მზის სხივებისაგან ათასფრად ელვარება და ფერების თამაში ხიბლავდა. ერთხელ ალვის ხეების ხეივანში რომ გაიარა და ხიდთან შეუხვია, თამარის ციხე და შორს მთის თხემზე დასული მზის უზარმაზარი წითელი ბორბალი დაინახა. თითქოს მზეს სისხლის ღვარის დისო. შემოდგომის გრილმა ნიავმა დაუბერა, ალვის ხეები შეირხნენ და ქარვისფერი ფოთლები დაკოდილი მალაღურებივით დაფრინავდნენ ცარიელ გზაზე. მზე ერთბაშად ჩაეშვა ქედების იქეთ, აცივდა. ისევ მოვარდა ნიავი, ახლა ნაძვი და ფიჭვი შეირხა, აშრიალდა და მათი კენწეროებიდან და გარდი-გარდმო გაშვერილი ბანჯგულიანი თითებიდან
კოკოლები ჩამოცვიდნენ. ნაძვისა და ფიჭვის შრიალმა ზღვის ტალღების ხმოვანება, ზღვის პირი, ქობულეთი მოაგონა კორნელის. მყისვე ბავშვის შორეული ტირილი, ძაღლის ხმუილი შემოესმა და ტანში გააჟრჟოლა. დამუნჯებულ და უკაცრიელ ხეივანში საღამო ჟამს მხოლოდ ნაღვლიანი ქალი და მამაკაცი მოდიოდნენ, უფრო სწორად მიცურავდნენ აჩრდილივით. კორნელიმ თვალი გააყოლა მათ და უმალვე პოლ ვარლენის ლექსი მოაგონდა. ცარიელი ბაღის ყრუ ხეივანში წარსულზე დარდით ვლიდნენ აჩრდილნი. კორნელის ვიწრო ხეობიდან გაქცევა, ზეკარის უღელტეხილზე გადასვლა, ველად გაჭრა, ფართო ჰორიზონტების ხილვა, ქალაქში ჩასვლა, მეგობრებთან შეხვედრა, ცხოვრების ორომტრიალში გადაშვება, ბრძოლა და ჭიდილი მოუნდა. ქორიძე და ვერბეცკი ისევ ფოსტის ხშირი სტუმრები იყვნენ. რადგან ფოსტა კატოს აგარაკის მახლობლად იყო, ამიტომ კორნელიც ხშირად ხვდებოდა მათ. ერთხელ კორნელიმ, ვერბიცკიმ და ქორიძემ ზეკარის უღელტეხილისაკენ შორეული ექსკურსია მოაწყვეს. საუბარში გართულნი ისე შორს წავიდნენ, რომ ალპურ ზონასაც კი მიაღწიეს. აბასთუმანში საღამო ჟამს დაბრუნდნენ. სასახლის ბაღში შესასვლელ რკინის ფართო ჭიშკართან ზამთრის პალტოებით მთავრობის წევრები იდგნენ. კორნელი გაოცდა, როცა მათ შორის ესტატე მაყაშვილი დაინახა. მაყაშვილს ახალციხეში ჯიბოსთან ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თავის დანიშვნა შეეწყო და პრეზიდენტისათვის მადლობის მოსახსენებლად აბასთუმანში ჩამოსულიყო. ჟორდანია და მისი მინისტრები სენატორებთან, დადვაძესთან, ხოჭოლავასთან, კუტალაძესთან და კორნელისათვის უცნობ პირებთან იდგნენ. ვერბიცკიმ ბაღს ჩაუარა და ჟორდანიას მიესალმა. საიდან მოდიხართ, ივანე ალექსანდრეს ძევ? ჰკითხა ჟორდანიამ. ზეკარის უღელტეხილზე ვიყავი, ნოე ნიკოლოზის ძევ, შეჩერდა და ისე მიუგო ვერბეცკიმ. ო, რა შორს წასულ ხართ, მაშა სადამე, ავადმყოფობისათვის გიჯობნიათ. აბასთუმნი საერი მართლაც სასწაულს ახდენს. თქვა ჟორდანიამ, თავი ასწია და ფიჭვითა და ნაძვით დაფარული შავნაბადა მთები შეათვალიერა. დიახ, აბასთუმანს ვერც ერთი აგარაკი ვერ შეედრება. გაიზიარა ვერბეცკიმ ჟორდანიას ახტაცება და ხელი ჩამოართვა. მერმე მინისტრებს, სენატორებს მიესალმა და ესტატე მაყაშვილი გაიცნო. აბასთუმანი ჭეშმარიტად ჩინებული კურორტია, გატაცებით განაგრძობდა ჟორდანია, მაგრამ ივანე ალექსანდრეს ძევ, საქართველოში სადაც არ გაიხედავ, განა ყველგან აგარაკი არაა? აიღეთ ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა, ქვიშხეთიდან ბაკურიანამდე, ახლა ჩვენი შავი ზღვის საზღაპრო ნაპირები, მინერალური ჩვენი უამრავი წყლები, წყალტუბო მაგალითად. მითხარით, სად არის ქვეყნად ასეთი რამ, სად ნახავთ საქართველოზე მდიდარ და ლამაზ ქვეყანას. შეიძლება ქვეყნის რომელიმე კუთხეში, რომელიმე ტროპიკულ ქვეყანაში უფრო ზღაპრული ბუნება იყოს, მაგრამ საქართველოში არსებული მრავალფეროვნება არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენში სუბტროპიკული, ზომიერი, ბაღველების, ტყისა და მთის ალპიური და ზეალპიური ზონები არის და მარადი თოვლითა და ყინულით დაფარული ბუმბერაზი ქედების ზონაც. საქართველო მთისა და ზღვის აგარაკების ქვეყანაა. მართალია ჯერჯერობით ჩვენი აგარაკების კეთილმოწყობით ვერ დავიკვეხნით, თუმცა აუცილებელია ისინი
თვალსაჩინო სიმაღლეზე ავიყვანოთ. მაგრამ გვაცალეთ, მოგვაშორეთ სამხედრო თავდასხმის საშიშროება და 5 ან 10 წლის მერმე საქართველო აგარაკების, ვენახების, ჩაის პლანტაციების, ხეხილის სამუშაო ქვეყნად იქცევა. დიდი ინდუსტრია მართალი გითხრათ, ჩვენ არ გჭირდება მანქანებს და ყოველგვარ ტექნიკურ მოწყობილობას ევროპიდან შემოვიტანთ და გულისხურს სანატორიუმების, სასტუმროების, მთასულელთათვის სადგურების მშენებლობისაკენ მივმართავთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ მთასულელობას, მთაში გვირაბებს გავიყვანთ, კიდულ რკინიგზებს გავაშენებთ და საერთოდ ჩვენი მიზანია საქართველო მეორე შვეიცარიად ვაქციოთ. ჟორდანია მის მიერ აკვიატებულ საყვარელ საგანზე დიდხანს შეჩერდა. მას სჭირდა ექსენი, შვეიცარიის სახელმწიფოებრივი წყობილება, მისი ცხოვრება და ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჟორდანიას სანიმუშოდ მიაჩნდა იმ დემოკრატიული სამოთხისათვის, რომლის შექმნასაც ის საქართველოში აპირებდა. ის ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა სააგარაკო საქმის განვითარების პერსპექტივაზე, თითქოს სხვა ყველა სახელმწიფოებრივი და ეკონომიური პრობლემა გადაწყვეტილი იყო და ქართველ ხალხს ახლა მხოლოდ აგარაკები ესაჭიროებოდა. პირმოთნე მინისტრები და სენატორები სულგანაბული უსმენდნენ მეოცნებე პრეზიდენტს და ყოველ მის სიტყვას კვერსას სცემდნენ, განსაკუთრებით კუტალაძე. ქორიძემ მოსაუბრეებთან მისვლა გადაწყვიტა და კორნელის ცალყბად შესთავაზა. ნოე რაღაც საინტერესოს ლაპარაკობს, წავიდეთ მოვუსმინოთ. კორნელი რამიშვილთან და ესტატე მაყაშვილთან შეხვედრას გაურბოდა, დაღლილობა მოიმიზეზა და შინ წავიდა. ქორიძე მოსაუბრეთა ზურგს უკან აიტუზა, პრეზიდენტისათვის უკეთ რომ მოესმინა, კისერი წაიგრძელა და ყურზე ხელი მიიფარა. ხახა გაღებული დარჩენოდა, რაც გონებაჩლუნგი კაცის გამომეტყველებას ანიჭებდა მის სახეს. მე დიდხანს ცხოვრობდი შვეიცარიაში, განაგრძობდა ჟორდანია, რომელიც ყოველი მოხერხებული შემთხვევის დროს უცხოეთში ყოფნით იკვეხნიდა. შვეიცარია მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ საქართველოსთან ისიც ვერ მივა. რა სიმდიდრე არ მოიპოვება ჩვენში, ამიტომ ილაშქრებდნენ გამუდმებით მეზობელი სახელმწიფოები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ გააწყვეტინა სიტყვა პრეზიდენტს რამიშვილმა. ჩვენ ევროპა თითქმის არ გვიცნობდა, ახლა კი ყველა გვიცნობს. ახლა ევროპის ყველა სახელმწიფო ჩვენს მხარეზეა. ჩვენ მხარს გვიჭერს მეორე ინტერნაციონალი. დიახ, დაეთანხმა რამიშვილს ჟორდანია და ვერბიცკის მიუბრუნდა. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ ახლო ხანში ჩვენი ქვეყნის გასაცნობად საქართველოში მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია ჩამოდის. ვის შედის იმ დელეგაციაში? დაინტერესდა ვერბიცკი. მაკდონალდი, გენდერსონი, სნოუდენი, ტომას შოუ, ვანდერველდი, დებრიუკერი, რენოდერი, ინგელსი. ზუსტად ჩამოთვალა ჟორდანიამ და მოწიწებით დასძინა. ეს კიდევ არაფერი, მალე კარლ კაუცკიც გვეწვევა. კაუცკის ჩამოსვლა უთუოდ ასწევს ჩვენი რესპუბლიკის პრესტიჟს და განამტკიცებს მის საერთაშორისო მდგომარეობას, შენიშნა რამიშვილმა. ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. საბჭოთა რუსეთი თუ თავს დაგვესხა, მაშინ ჩვენ მეორე ინტერნაციონალი აღმოგვიჩენს დახმარებას.
ახტაცებით დაიძახა კუტალაძემ, მაგრამ ესტატე მაყაშვილმა ოდნავ დააცხრო მისი აღტკინება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე ინტერნაციონალს არ მოეპოვება შეიარაღებული ძალები და საბჭოთა რუსეთთან ომის შემთხვევაში მის მხრივ რეალური დახმარების იმედი ნუ გვექნება. თქვენ ცდებით, გაუჯავრდა რამიშვილი. მეორე ინტერნაციონალისაგან ბევრი რამ არის ამჟამად დამოკიდებული ევროპის პოლიტიკაში. მეორე ინტერნაციონალის ბელადები ამჟამად განა ევროპის ბევრ სახელმწიფოთა მესვეურები არ არიან? მეორე ინტერნაციონალის დახმარებით ანტანტამ საბჭოთა რუსეთი კინაღამ დაამარცხა. ვფიქრობ, არც ერთი თქვენგანი ამას არ ისურვებდა, შენიშნა ვერბიცკიმ. საბჭოთა რუსეთის დამარცხება უთუოდ მონარქიის რესტავრაციას გამოიწვევდა. ბოლშევიკები მოესწრებიან რესტავრაციას და ეს გარემოება თავის თავს დააბრალონ. აი ჩემეს სოციალიზმის მშენებლობა აგრარულ ჩამორჩენილ ქვეყანაში, განაცხადა ჟორდანიამ. მხრები ნერვიულად აიჩეჩა და შეათამაშა. რუსეთში დამყარებული ახალი წყობილებით დიდად არიან დაინტერესებული მთელი ქვეყნის პროგრესული ადამიანები, შეედავა ვერბეცკი. ოქტომბრის რევოლუციაში ისინი ხედავენ მარქსისა და ენგელსის მიერ რუსეთზე თქმული სიტყვების განხორციელებას, რომ რუსეთი ევროპაში რევოლუციური მოძრაობის მოწინავე რაზმს წარმოადგენს. ყველაზე უფრო საფიქრელია, რომ ბიძგი რუსეთიდან მოვა და ეს იქნება უახლოესი მობრუნების არე მთელს მსოფლიო ისტორიაში. ჟორდანია და რამიშვილი წამიერ დაიბნენ და უმალ ვერ უპასუხეს ვერბიცკის. მერმე ჟორდანია შეტოკდა და მიუგო. სიტყვა ბიძგი რუსეთიდან მოვა ნიშნავს, რომ რევოლუცია მაშასადამე არა რუსეთში, არამედ ევროპაშიც მოხდება, კაპიტალიზმის კლასიკურ ერთ-ერთ ქვეყანაში. გარდა ამისა, მარქსსა და ენგელს არ უთქვამთ, რომ ის რევოლუცია პროლეტარული იქნებაო. ჟორდანია უკანასკნელ საბუთს მოეკიდა. დასავლეთის მისი მეცნიერებისა და ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებს ცივილიზებული ქვეყნების ავანგარდში ყოფნას და წინმსვლელობას. ხო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, 905 წლის რევოლუციის მერმე კარლ კაუცკიც ხაზს უსვამდა ევროპაში რუსეთის განსაკუთრებულ რევოლუციურ როლს. რაც გინდა იყოს, ჩვენ არ შეგვიძლია ამჟამად ანგარიში არ გაუწიოთ საბჭოთა რუსეთის რეალურ ძალას. ჩაერია კამათში სენატორი გიორგი დადვაძე. მას შემდეგ, რაც მასთან ბრძოლაში ანტანტამ დამარცხება განიცადა, ცივილიზებული ევროპაც კი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ახალ საბჭოთა სახელმწიფოს. ეს უდავოა, მაგრამ ანტანტასა და საბჭოთა რუსეთს შორის ბრძოლაში ჩვენ ხომ ნეიტრალიტეტს ვიცავთ. შეკრთა ჟორდანია და იძულებული გახდა იქვე ეღიარებინა. მთელი უბედურება ის არის, რომ საქართველო ახლა მწვავე კრიზისს განიცდის. ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა კატასტროფულია. აქ კიდევ აღარ გვასვენებს ბოლშევიკური აგიტაცია, რომელიც უთუოდ გვაიძულებს ანტანტაზე ორიენტაცია მოვახდინოთ. რუსეთში ბოლშევიკებმა შეძლეს დაერწმუნებინათ თავისი მუშები და გლეხები, რომ სოციალიზმის გამარჯვებისათვის აუცილებელია ყველა გაჭირვების გადატანა. ჩვენ მუშებს კი არავითარი გაჭირვების გადატანა არ სურთ.
დაამთავრა მან გაჯავრებით. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მუშები უფრო ნაკლებ გაჭირვებას არ განიცდიან, ვიდრე რუსეთში, გაუბედავად შენიშნა ქორიძემ. მუშები ნამდვილად შიმშილობენ. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი პარტიული ამხანაგი ამას ვერ ხედავს, ან კიდევ სრული გულგრილობით ეკიდება. ყოველივე ეს ქორიძეს პარტიული ამხანაგების ვიწრო წრეში რომ ეთქვა, მაშინ ჟორდანიას და რამიშვილს შესაძლოა არ მიექციათ მისი სიტყვებისათვის რაიმე ყურადღება, მაგრამ მან აშკარად გამოთქვა თავისი ანტიპატიური აზრი უცხო პირების, ვერბეცკის, მაყაშვილისა და დადვაძის თანდასწრებით. სამწუხარო ის არის, მოუჭრა მას რამიშვილმა, რომ ჩვენ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ როგორც ჩვენს რესპუბლიკაში, ისე მის გარედაც შექმნილ რთულ ვითარებას და თავისი ლაყბობისა და პოლიტიკური უმეცრების გამო ჩვენ საქმეს მხოლოდ ზიანს აყენებენ. და დღეს დაიწყო ჟორდანიამ, ჩვენი ამხანაგები სხვადასხვა გვარად ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე. ცალ-ცალკე მოქმედებენ და ამით ჩვენ შინაურ ოჯახში უთანხმოებაში აქვთ. პარტიაში აღარ არის ერთი აზრი და ერთიანობა. ჟორდანიას ამ აღიარებამ მისი მინისტრები შეაშფოთა, მაგრამ პრეზიდენტი სინამდვილის უფრო სავალალო სურათის ხატვას განაგრძობდა. შეგნებული დემოკრატია, ამბობდა ჟორდანია, იდეისათვის ყველაფერს იტანს, ოღონდაც უკეთესი მომავალი დამკვიდრდეს. ამ ხრივ ვიმეორებ, ბოლშევიკებმა რუსეთში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. ბოლშევიკები შთააგონებენ მუშებსა და გლეხებს იმ აზრს, რომ სოციალიზმის გამარჯვებისათვის, იდეის სიყვარულისათვის საჭიროა გაჭირვების გადატანა და მუშები ასეთ გაჭირვებას იტანენ. ოღონდაც იდეამ გაიმარჯვოს, ჩვენი მუშები კი სხვანაირად მსჯელობენ. თუ კი სახელმწიფო სოციალისტების ხელშია, მაშინ ჩვენ კარგად უნდა ვიცხოვროთ. რატომ უნდა ვიტანდეთ ჩვენ გაჭირვებასო? ჩვენივე პარტიული ამხანაგები გაფიცვებს გვიწყობენ ჩვენს წინააღმდეგ, თავისი მთავრობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. მე ყოველთვის ვშიშობდი, სწუხდა რამიშვილი, რომ მუშების მაქსიმალური მოთხოვნილებანი უთუოდ დაღუპვამდე მიგვიყვანდა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საჭიროა მათ წინააღმდეგ კაცრი ზომების მიღება, მაგრამ თქვენ ელოლიავებით და თავზე ხელს უსვამთ მუშებს. რამიშვილი და ჟორდანია აშკარად უკმაყოფილონი იყვნენ მუშებით, მაგრამ ქორიძემ ისევ გაუბედავად შენიშნა. ჩვენი მუშები ყოველთვის რევოლუციისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში იდგნენ და მათთან ერთად მიდიოდნენ. უკეთესი მომავლისათვის ისინი უყოყმანოდ სწირავდნენ ყველაფერს. საკითხავია, რატომ არიან ისინი ახლა ჩვენი სოციალისტების პოლიტიკით უკმაყოფილონი? ნუ თუ ეს არ უნდა გვაინტერესებდეს, ნუ თუ არ უნდა ვკითხოთ მუშებს რა სურთ მათ. მათ რუსული პური უნდათ. დაცინვით შენიშნა რამიშვილმა. საერთოდ მათ, როგორც შენ, რუსებთან მეგობრობა მოსწონთ, თუნდაც უკანასკნელი ბოლშევიკები იყვნენ. მერმე რა? ეს მეტად გასაგები რამ არის, როცა ხალხთან მეგობრული ცხოვრება სურს. მით უფრო გასაგებია ეს, როცა საკითხი რუს და ქართველ მუშებს ეხება. შვიდად მიუგო ვერბიცკიმ. ხო, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო მოღვაწეები ვალდებული ვართ გრძნობა გონებას დავუმორჩილოთ. ხშირად პოლიტიკაში
ჩვენ სხვა მოსაზრებებით ხელმძღვანელობთ ვიდრე მუშები. ეხმიანებიან მერმე ეგ მოსაზრებები მუშების ინტერესებს? ჰკითხა ქორიძემ. ჩვენ მათ არ ვკითხავთ ამას. ისინი წავლენ იმ გზით, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. მოუჭრა აბეზარ მოკამათეს რამიშვილმა. პირდაპირ ვიტყვი, მე დავრწმუნდი იმაში, რომ მუშათა კლასი ეროვნულ ინტერესებს უგულველყოფს. ეს ბრბოა, რომლის გამოყენება უნდა იცოდე არჩევნების ხმის მიცემის დროს. რას ამბობთ, ხალხნო, რას ამბობთ? გაოცებით დაიძახა ვერბიცკი, მაგრამ უმალვე თავი დაიჭირა და კამათი აღარ დაიწყო. ჟორდანია შეეცადა რამიშვილის სიტყვებით შექმნილი უხერხული შთაბეჭდილება გაეფანტა. მან დაიწყო საუბარი საზოგადოებრივი კლასების თანამშრომლობაზე, მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც ერის საერთო ინტერესებს თითქო ყველაზე მაღლა აყენებს. პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ მუშები ვარს ამბობდნენ გაეგოთ ის საერთო ნაციონალური ინტერესები, მაგრამ ვერავითარი ლამაზი ფრაზები ვერ გაამართლებდა რამიშვილის სიტყვების აზრს. ვერბიცკი, ქორიძე და დადვაძე დუმდნენ. მაყაშვილი და კუტალაძე კი პირიქით ახტაცებაში მოვიდნენ რამიშვილის ტირადით, რომელშიც მან მუშებს ბრბო უწოდა. კუტალაძემ იმ ტირადას ისტორიული მნიშვნელობის ფორმულა უწოდა. საერთოდ მენშევიკების ლიდერები ხშირად მლიქვნელურად უწოდებდნენ ერთმანეთის უნიჭო, ტრაფარეტულ და გაცვეთილ სიტყვებს ისტორიული მნიშვნელობის სიტყვებსა და გამოსვლებს. ამას ალბათ კარიერის გაკეთების, ნდობის დამსახურების და ათასგვარი სხვა ქვენა ზრახვების გამო სჩადიოდნენ, მაგრამ კუტალაძემ შრალზე დარჩა. მეორე დღეს პრეზიდენტმა მეტისმეტად მგზნებარე სენატორი კუტალაძე გამოიძახა და უბრძანა. ძალიან და დაჟინებით გთხოვთ, რამიშვილის ისტორიული ფორმულის შემდეგი კომენტარიებისაგან თავი შეიკავოთ. რამდენიმე წლის მერმე ემიგრაციაში ყოფნის დროს მენშევიკების ლიდერებმა უფრო გაბედული ფორმით გაიმეორეს აბასთუმანში საუბრის დროს რამიშვილის მიერ წამოსროლილი სიტყვები გლეხებისა და მუშების როლის გამო.